5 მიზეზი თუ რატომ ვარ გოუთი ბიძა. ამჯერად ჩემი ემოდიშვილი და ვათეგენა თალედიშვილი ვერაზე წავას ვეტავე მოცო-მოცოს პიცერიაში და დელულუ ხალხის გაჯაჯვა პროშუტოსა და დიავოლას თანხლებით გადავწყვიტეთ. ამ გაუცინარს ბრეკეტები ახალი გაკეთებული აქვს და კატების შემდეგ პიცის გატყავებაც დანაჩანგლით მოუწია. მეორე იცოცხლეო უბაყუნები და ჩაწიკწიკებული კბილებით. მე ტრენერისგან დატერორებული პანსანელას სალათს ვჭამდი მოკრძალებულად, თუმცა გზაში მაინც იჩინა თავი დედაღორობამ და კასრულიდან ჭამა გავაგრძელე. ეს ვიდეო ჩემს იმედია არ შეხვდება, რადგანაც შუა ჭამაში ჭყინტიკოებმა კოქტეილები მოინდომეს და ბოლოს ზაპოიც დაეწყოთ. ორივეს ფეივორიტ Slay and Period კოქტეილი მოვიბა აღმოჩნდა, რომელიც ფეიხუას არომატით იყო და ფიზიკა და ქიმია რამდენიმე საათით ნამდვილად მოიბეს. სანამ დესერტს ელოდებოდნენ, ყველა პელანწუკა გაჭორეს, ვინც TikTok-ზე შეხვდა და So Cringe 10 წუთში ზუსტად 14 ჯერ თქვეს. მიუხედავად იმისა, რომ პროშუტოს 6-ვე ნაჭერს სახე გააძრეს და დიავოლას რამდენიმე ნაჭერი დატოვეს ისიც ზრდილობისთვის, ბრაუნს ისე ჭამდნენ, გეგონება 2 დღე დამბულები იყვნენ. მადა ჩემი დის გამოყვათ და დონის ლეველი ჩემი. რომ მეგონა მორჩნენ და ნაწლავების გადახარქვას გადაურჩით, ნიურიანი პური დაითრიეს და პესტო სოუსში ისე ჰაეროვნა დაწობდნენ, თითქოს ცომის პერედოზით მე მოძრაობდი. სოუსი სპეციალურად ქვისოფლიჩა გამომწერებო. ხო და ასე ამობესკრინლები წამობძანდით მოცო-მოცოდან დიშვილების განცხადებით ყველაფერი 10-დან 10 იყო. თუმცა შესაძლოა უკვე გამოპრუტუნებულ მთვრალზე იყვნენ ასეთი გულკეთილები. გამოიწერე გვერდი და შემპირდი, რომ შენი მომდევნო დესტინეიშენი მოცო-მოცოა.